საღამოშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია ვართ პირდაპირ ეთერში და დამიწერეთ თუ რაიმე პრობლემა არ არის. ერთი ნახევარი წუთით და დავიწყოთ. იმედია გესმით ახლა ჩემი ხმა და ჩანვარ ვარ პირდაპირ ეთერში ალბათ. თუ ვინმე შემოხვალთ, მოკლედ დამიწერეთ რომ ისმის ხმა კარგად. არავინ არ ჩანს რაღაც. ხო, მოკლედ დავიწყებ მე და ალბათ თანდათან შემოვლენ. მე მინდა მოგახსენოთ მეგობრებო, თქვენ ჩვენთან ერთად იმყოფებოდით აქციაზე, ჩვენი წევრები საპატრიარქოსთან 29 ნოემბერს, შემდეგ ჩვენ 2 დეკემბერს შევიტანეთ უკვე მიმართვა ოფიციალურად საპატრიარქოს სახელზე. მისი რეგისტრაციის ნომერიც მაქვს, აგერ 250-754 და ჩვენ თხოვეთ რომ 10 დეკემბრამდე ეცნობებინათ პასუხი, ვინაიდან დრო აღარ იცის და იქაც ყველგან უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, მოსამზადებელი სამუშაოები. ამიტომ ჩვენი თხოვნა იყო რომ 10 დეკემბრამდე პასუხს მოგვაწვდიდა საპატრიარქო. მინდა გითხრათ რომ ძალიან გულდაწყვეტილი და შეურაცხყოფილნი ვართ ის ხალხი, ვინც იქ ვიყავით დაახლოებით 200 კაცამდე შეკრებილი მართლმადიდებელი პატრიოტი ხალხი. სამწუხაროდ არავინ გამოგხედა. აი ეს ჩემთვის ძალიან ის იყო გამაოგნებელი იყო და პასუხიც არ მოგცეს. არ ვიცი ახლა როდესაც ამდენი ხალხი მოდის იქ სამშობლოს დაკარგვის და მართლმადიდებლობის დაკარგვის შიშით და თავად დგებიან თქვენს გვერდით, საპატრიარქოს გვერდით და გთხოვენ, ხელს გიწვდიან და გთხოვენ რომ მოდით ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ სამშობლო. როდესაც აი ამას აბსოლუტურ იგნორს უკეთებ და საერთოდ პასუხისმგზის სათაცართული ამდენ ხალხს, არ ვიცი ამას კულტურულად აი ყოველგვარი იმის გარეშე რა ქვია საერთოდ ამას და როგორ შეიძლება აი ვინმე ასეთი საქციელი გაამართლოს, არ ვიცი. ეხლა მე ასევე მინდა თქვა რომ ასთა სხვადასხვაობა ჩვენს გუნდშიც არის ხოლმე და ეს რა თქმა უნდა ნორმალურია, ყველას ერთი აზრი არ ექნება. ზოგის თვლიდა რომ არ უნდა გავეკეთებინა საპატრიარქოსთან აქცია, მაგრამ როდესაც გაერთიანებაში უმრავლესობა წვეთს საკითხს, იქ არც ერთმა შემდეგ წევრმა საჯაროდ საპირისპირო განცხადებები აღარ უნდა გააკეთოს. ეს უნდა იქცეს გაერთიანების ნორმად. ამ აქციის ორგანიზატორი იყო ბატონი შალვა მახრაძე, ჩვენი სათათბირო მთავარი სათათბიროს წევრი, ასევე ამ აქციის გამართვას დავეთანხმე მეც, ასევე ამ აქციას დაეთანხმა ერმილე ნემსაძე, ბატონი გილაგობიჩია, ასევე ბატონი გრიგოლ ბახტაძე, ასევე იყო ჩამოსული დავით აზნაურაშვილი. მე ვიცი მახსენდება ჩვენი გაერთიანების სათათბიროს წევრები ძალიან ბევრი იყვნენ, ძალიან ძვირფასი ხალხი იქ. სამწუხაროდ არ ვიცი ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც უმრავლესობა წვეთს, აქ უნდა იყოს ერთიანი პოზიცია ყოველთვის. ან რა არის აქ მიუღებელი, არ მესმის, ეს იყო ძალიან წინვალი აქცია. იქ არავის ოდნავ რაღაცა შეურაცხყოფელი სიტყვაც კი არავის არ დასცდენია.
ყველა მივედით იმის გამო, რომ ერთად კარგავთ როგორც მართლმადიდებლობას, ისე სამშობლოს კარგავთ ხალხო. ყველაფერი იყიდება აბსოლუტურად. მთელი საქართველო გაყიდული აღარ გვეტევა აქ, ეს ზღვაში წვეთია. ეს ამოდენა საჯარო რეესტრები და ეს ამოდენა ფოტოები და ისინი იცით თქვენ რა ამბავია, აღარ გვეტევა და ეს ზღვაში წვეთია, მთელი საქართველო არის გაყიდული. ეხლა შენობა ნაგებობებზე გადავიდა და რამხელა იმას არ ვიცი, აი როგორ გულზევს ყდებით ქართველი ხალხი, კაცო, კინო თეატრი რუსთაველი ზუსტად იმ არაბულ კომპანიას მიყიდეს აქ თბილისის ცენტრში ყველაზე პრესტიჟულ ადგილზე, იქიდან დაგცინის ვიღაცა არავი, ამის გაყიდვა როგორ შეიძლებოდა. და ახლა პარლამენტის შენობა უნდა გაყიდონ, გესმით? ყველაფერს გვიყიდიან აბსოლუტურად და ამ დროს დუმილი მე არ მესმის, კაცო. აი ხო არიან იქ ყველა ხო არ არის ის კაცო ისეთი სულ წაწმედილი არა ხომ არიან კარგი პიროვნებებიც ხო მართალი სასულიერო პირებიც ინდივიდუალურად მაინც ამოიღეთ ხმა 1-2-ის გარდა ხო ყველა უნდა ამოიღოთ უმრავლესობა ხმა თქვენ აი მე მახსოვს და სულ აი სიამაყით ვიხსენებ და ძალიან მიყვარს ამბროსი ხელაია პატრიარქი რომელიც იყო პატრიარქი საქართველოსი აი ოკუპაციის შემდეგ 21 წლიდან 27 წლამდე მას ბრალდებები წაუყენეს როდესაც მიმართა გენუის კონფერენციას სახელმწიფო ღალატი ანტისაბჭოთა მოქმედება რა იყო კიდევ საბჭოთა წინააღმდეგ აგიტაცია და დააბრალეს ესე იგი საბჭოთა ძალების ანტისაბჭოთა საერთაშორისო ანტისაბჭოთა ძალების თან კავშირი. ესე იგი რაღა აღარ მოუგონეს რა, ესე იგი რომ თავის სამშობლოზე გულდათოთხილ წერდა რომ ესე იგი ეკლესიებს აგრევენ, ავიწროებენ სასულიერო პირებს, აპატიმრებენ, კლავენ, რა ვიცი და ხმა მოიღო და რა თქმა უნდა ისიც დააპატიმრეს და მისი სიტყვები ალბათ ყველას გახსოვდა. აი ამ სასულიერო პირებისთვის ეს უნდა იყოს მაგალითის მიცემი, როდესაც იგი ამბობს, რომ სასამართლოზე ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს და სხეული თქვენთვის მომიგდია თქვენ აძირლებულ. ხო და არ ვიცი მე ახლა მაგალითის მიცემი ვიღაცა ან რომელიმე რადგან საპატრიარქო აღარ იღებს მას, რომელიმე მეუფემ მაინც უნდა აიღოს თავის თავზე და რაღაცა ვიღაცამ მაინც უნდა მისცეს მაგალითი უჩვენოს დანარჩენებს. ახლა ესე ხო არ შეიძლება მიატოვო ქვეყანა. ბოლოს და ბოლოს სახელმწიფოებრივი პოზიცია თქვენც უნდა დააფიქსიროთ და უნდა გამოხატოთ და პირველ რიგში წესი თქვენგან უნდა მოდიოდეს ეს ყველაფერი. მით უმეტეს რომ თქვენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებით. საკმაოდ სოლიდურად ფინანსდებით. მით უმეტეს რომ ჩვენ ყველამ ვიცით რომ თქვენს მიერ დადებითი გადადგმული ნაბიჯი რომ დაიცვათ ქართული მიწები და ეს ჩაიშალოს ეს ეგრეთ წოდებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია და არა მარტო ეს საერთოდ პატრიარქის ის მოწოდებაც რომელიც მამ ბრძანა რომ ქართული მიწის გაყიდვის უფლება არავის აქვს არც მეფეს არც პრეზიდენტს არც პატრიარქს თქვენ აი ესეც უნდა ეს პოზიცია უნდა დაგეფიქსირებინათ ძალიან მკაცრად. ნაცვლად ამისა ჩვენ არაოფიციალური პასუხი დღემდე მხოლოდ ერთი მივიღეთ ძველი ბიჭივით რომ გველაპარაკებოდა მეუფე იაკობი და ხარს უჭერო მე ამ ინვესტიციასო აი ესეთი პასუხი გაგვცა და არავითარი არაბიზაცია აქ არ არის. ეს არის თქვენი პასუხი? თუ ეს არ არის თქვენი პასუხი ვინმე საპატრიარქოდან ხო უნდა გამოსულიყო ამ პრესპიკერიდან და ეს არ არის საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია ხომ უნდა ეთქვათ ეს დღემდე ეს არის თქვენი პოზიცია იმიტომ რომ სხვას არავის გაუკეთებია განცხადება აბსოლუტურად არავის არ გაუკეთებია განცხადება ჩვენ ხო ძველ ამბებს აღარ ვიხსენებთ ოღონდ სამშობლო გადავარჩინოთ თორე აქამდე არ მივიდოდით თავის დროზე სწორი პოზიციები დაგეჭირათ, კაცო.
ხალხს რომ შვილებს დედების თვალწინ კლავდნენ სამეგრელოში და სოფლებს წავდნენ და აუბედურებდნენ და გაძარცვეს მთელი სამეგრელო, 5 გზის ააოხრეს. ერთი სიტყვა არ დასწრენი არასოდეს საპატრიარქოს ხომ შეეძლო მაშინაც შეეჩერებინა, ხომ? აღარ დავეძებთ იმ ძველს კაცო, ეხლა გადავარჩინოთ ქვეყანა, აგერ ყველაფერი გაგვიყიდეს გეუბნებით, აღარაფერი აღარ დარჩა აბსოლუტურად და როდესღა უნდა ამოიღოთ ხმა? ნუ არ ვიცი რა, მართლაც ეხლა ჩვენ ობოლი ერი ვარ და ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს ეს, რომ ჩვენ არც გარეთ ყავს პატრონი და არც ჩიდი და აღარავინ აღარ არის ჩვენს გვერდით, მით უმეტეს აგერ აღარ საპატრიარქოდან არაფერი არ აქვს, ანუ გეშორვა ერთი სიტყვა მაინც ეთქვათ და მოგვიწევს მარტო ბრძოლა ჯანსაღ ქართველ ხალხს. სხვა გზა აღარ აქვს მეგობრებო, უნდა ვიბრძოლოთ მაშინ ჩვენ, ვის დავჭით ამ ქვეყანაზე, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყნისთვის. მიზან მიმართულად დასინიან დანადგურებით ჩვენ ქვეყანას დააკვირდით ივანიშვილის მოქმედებას, ყველას რომ გაუკვირდა თავიდან პრეზიდენტობის კანდიდატად რომ დააყენა მარგველაშვილი და რაღაც აუცარი კანდიდატურა უნდა შემოგთავაზოთო და ხალხი გაოგნებული იყო, არც იცოდა ვინ იყო, ხო, მარგველაშვილი. მერე ხომ დაინახეთ ეს ვინც იყო ეს სამარცხვინო პიროვნება, ხო? მერე ხომ ნახეთ იმის მერე კიდევ უარესი სალომე ზურაბიშვილი. ახლაც ხომ ხედავთ მიხეილ ყაველაშვილი ბურთისა და მინდორის მეტი არაფერი რომ არ ვნახია და დაკრა ფეხი და იმაზე რა ქვია დიდგორობას აი წავიდა და ათათურქის იმაზე დაიჩოქა იქ. ეს არ ხდება შემთხვევით მეგობრებო. ეს ხდება მიზან მიმართულად რომ ქვეყანა მასხრად აიგდონ, ყოველგვარი ავტორიტეტი დაუკარგონ სახელმწიფოს და აი ასეთი მასხარა ხალხი ჩაუყენონ სათავეში. ეს ხდება მიზან მიმართულად. და მე არ გამიკვირდება ნამდვილად, რომ საპატრიარქოს მომავალ პატრიარქის ტახტზე აიყვანონ, აი საპატრიარქოში მომავალ პატრიარქის ტახტზე აიყვანონ აი ეს მეუფე იაკობი, ძველი მხედრიონელი და აი პუჩის დღეებში კომენდანტი ლანჩავას მოადგინა. არ გამიკვირდება, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ნომერ პირველი მათი სამიზნე არის გაანადგურონ მართლმადიდებლობა საქართველოში და ამაზე კარგს რას გააკეთებენ ისინი თუ კი აი ამ ასეთი წარსულის მქონე გაუგებარი, ავიც ხან თვრალია, ხან ბანდიტი ვიცაუბრობს, ასეთ ადამიანს რომ ჩაუყენებენ სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, წარმოედგინეთ, დამთავრდება იქვე მართლმადიდებლობაც. და დიდი ალბათობით მე ასე მგონია, რომ ესე გააკეთებენ ესენი. მოკლედ მე დღეს დიდხანს არ გავაგზელებ კიდევ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით და შემდეგ უნდა მოგიწოდოთ. ჩვენმა იურისტმა დაწერა, ესე იგი, ძალიან სერიოზული დოკუმენტი გააკეთა, რომელიც ჩვენ ოფიციალურად გადავეცით, ესე იგი, პრემიერს არაბულ კომპანიას აქ, იმ არაბულ კომპანიას, რომელიც აი ამ 6 მილიარდიან პროექტ იმას გეგმავს ინვესტიციას, ასევე მისი ასლები გადავეცით სახალხო დამცველის აპარატს და კვლავ საპატრიარქოს, თუმცა საპატრიარქო და რა უნდა გაისმას არ ვიცი მე. სახალხო დამცველის აპარატიდან მოგვივიდა შეტყობინება, რომ წარმოებაში მიიღეს. ეს არის ის დოკუმენტი, სადაც ძალიან მაღალ დონეზე არის შესრულებული და პირდაპირ არის იქ ისეთი მუხლები ჩაწერილი, სადაც პირდაპირ აი ამ ინვესტიციის განხორციელება არ უღებს არსებული კონსტიტუციის მუხლებს. ნახოთ ეხლა რომ მიიღო სახალხო დამცველის აპარატმა, ესეც კარგია, თუმცა ეს ჯერ არაფერი არ არის და არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ჩვენ ყველა დონეზე ვიბრძოლებთ
მაგრამ უმთავრესია ალბათ პირდაპირ მოქმედებებზეც უნდა გადავიდეთ, რადგან საპატრიარქოდან პასუხი არ აქვს, მოგვიწევს დავსახოთ მე წერდი ანონსში გეგმა B, ანუ სასულიერო პირების გარეშე ალბათ, თუ კი ისინი არ დაგვიდგებიან გვერდით. და ეს იქნება ძალიან ცუდი. თუმცა ჯერ კიდევ არის დრო და იმედია იქნებ ინდივიდუალურად მაინც რამოდენიმე მეუფემ გაბედოს და ამოიღოს ხმა. ან რაღაცა გასაბედი თუ კი მართლმადიდებლობასაც დაკარგავ სამშობლოსაც რაღა აზრი აქვს თქვენს არსებობას, იქ დამთავრდება ყველაფერი მე და თქვენი მეუფეობაც იქ დამთავრდება. მოკლედ ამიტომ მეგობრებო, ქართველთა დიდი გაერთიანება ჩვენი გაერთიანების ყველა წევრს აბსოლუტურად მოგიწოდებთ, ვისაც შეგიძლია და შეძლებთ კვირას 15 საათზე 14 დეკემბერს ზეგ მობრძანდეთ ქართველთა დიდი გაერთიანების ოფისში 15 საათზე. კიდევ ვიმეორებ. რუსთაველის 18 ნომერში 15 საათზე კვირას ზეგ ყველას მოგიწოდებთ, მობრძანდეთ ჩვენი გაერთიანების რეგისტრირებული წევრები და ერთად უნდა ვიმჟელოთ და დავსახოთ მომავალი მოქმედების გზები. ჩვენ არასოდეს არ შევეგუებით აი ამ ქვეყნის გაყიდვას, სადაც ასევე დასრულდება ჩვენი მართლმადიდებლობაც, ამას ვერ შევეგუებით, ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ნუ რა ვისმოეგონება, რომ აი აქ ხელისუფლებას უწოდებ, ნუ გონიათ რომ აქ რაღაც გამარჯვებას მიაღწევენ და თავისას გაიტანენ, ეს არაფრით არ მოხდება, არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ამ გამარჯვებით დაასრულებს აი ეს ქვეყნის გამყიდველები კიდევაც მოღვაწეობას. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ძვირფასო მეგობრებო, ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ მობრძანდეთ კვირას 15 საათზე. ყველას გთხოვთ მაქსიმალურად გადააზიაროთ, რომ ჩვენმა წევრებმა ყველამ გაიგოს, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ რაც მეტი მობრძანდება ახლა აქ ოფისში კვირას, რომ ერთად ერთმანეთთან შეთანხმებით ვიმჯეროთ, გადავწყვიტოთ და დავსახოთ გეგმები, როგორ გადავარჩინოთ და როგორ დავიცვათ ჩვენი სამშობლო და ჩვენი მართლმადიდებლობა. მადლობთ ყურადღებისთვის, კიდევ ერთხელ ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ღმერთმა დაიფაროს ასევე ჩვენი ემიგრანტები. მადლობთ ყურადღებისთვის, იმედია მოეკიდებით დიდი პასუხისგებლობით და ყველა მობრძანდებით, ვინც წევრები ბრძანდებით და ვისაც ასევე სურვილი ექნება გაწევრიანების. მასაც შეუძლია მობრძანდნენ. მადლობთ ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.